მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. დღეს არის 4 შაბათი, 4 მარტი, დღეს არის ჩემი დენისის დაბადების დღე, ხდება 7 წლის. 7 არის ჩემი საყვარელი ციფრი და საერთოდ რაც 7-იანს ეხება, 17, 7, 27. ძალიან მიყვარს ეს ციფრი, ანუ უნდა 7 ერიოს. მიხვდით? ხოდა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგი წელი იქნება. დღეს დილიდან გაიღვიძა. ისი არ ჩაიარა ყველაფერმა როგორც მე მინდოდა, იმიტომ რომ როგორც გითხარით რომ დეკორაცია, ბუშტები, მთელი ამბავი არის გასართობ ცენტრში. ხოდა სახში უბრალოდ გავბერე რამოდენიმე ბუშტი, რაც სახში მქონდა. არაფერი არ მქონდა სპეციალურად მაგის დაბადების დღისთვის ნაყიდი, იმიტომ რომ ყველაფერი იქ უკვე გადავიხადე და იქ უკვე ყველაფერი არის, ანუ იქ ბუშტები გაბერილი, იქ დეკორაცია და ყველაფერი იქ არის. ხოდა დღეს დილით გაიღვიძა და რო ნახარ ეს რამოდენიმე ბუშტი და არ იყო გრანდიოზული სონიკები და არ იყო რაღაც სასწაული, რაც მაგას უნდა და როგორც კი შემოვიდა მისაღებ ოთახში, პირველი რაც მითხრა ეს არის ჩამოხსენი, მე ეს არ მინდოდა. ახლა მეტყვით არაუშავს ბავშვია, მაგრამ როცა მშობელი ხარ და ძალიან ბევრი მშობელი გამიგებს და ღამის 12 საათამდე ამ ყველაფერს აწყობ და მის საყვარელ მაფინებს უკეთებ და ამ ყველაფერს უფუთავ და აკეთებ, ჩვეულებრივი ბუშტია თუ მისი საყვარელი გმირია, მის საყვარელი გმირი არის იქ, სადაც უკვე დავჯავშნე. ძალიან გული დამწყდა. არ ვიცი, აი რო ვთქვა, რომ განებივრებული მყავს, ვერ ვიტყვი. რო ვთქვა, რომ გათამამებულია, ვერ ვიტყვი. ვცდილობ, რომ ყოველთვის ვაჩვენო ლიმიტ. ყველაფერს ვაძლევ, ყველაფერი აქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ განებივრებულია და ის არის და აი არ ვიცი. ნუ არ დაფიქრდა და არ იმასაკნა. ახლა მე გავვივარ სამსახურში. იქ ორამდე უნდა დავრჩე. ვუთხარი ჩემს უფროს რომ ორამდე შემიძლია დავრჩე, მეტი ვერა, იმიტომ რომ 2-ზეა დაჯავშნილი დაბადების დღე. და იქ უნდა წავიდე ბავშვებს დავხვდე. კიდევ კარგი ჩემმა მეუღლემ აიღო სამსახურში 1 დღის შვებულება. კიდევ კარგი რომ მისცეს ეგ დღე. და ეგ არის მთელი დღე ბავშვებთან. სანამდე მე მოვალ. ეხლა ვფიქრობ, კიდევ კარგი მე თვითონ არ გავაკეთე ტორტი, იმიტომ რომ არ გამომივიდო და ისეთი გმირი, როგორიც მაგას უნდა და მაგას ხო იცით რომ უყვარს სონიკ. ხო და მასეთი არ გამომივიდოდა და კიდევ კარგი შევუკვეთე და უფრო ლამაზი ტორტი იქნება და უფრო კარგად იქნება დახატული ზემოდან ეს მულტფილმი გმირი. So, უკან მომდის ძალიან მაგარი მანქანა. რა მანქანა? ხალხო. არ არსებობს. ხოდა რას მოხდა? ესე იგი ამ თებერვალში ზამთარი, ზაფხული, ქრისტიანული მარხვა, მუსულმანური მარხვა, რამადანი, სამწუხაროდ დუბაიში ომი, პატარა თვე, მაგრამ ძალიან ბევრი ამბები. სახში რო შეიძლებოდეს დავჩენილიყავი, დავრჩებოდი რა. მე ხლა მე თავი მაქვს სამსახურის. მე ამ კაბაში არ ვარ კარგად, მას უკებს ეს კაბა რაცხა. ხო? მას უკებს ძალიან ეს კაბა გოგოებო. trop bien. Parfait.
არა, ეხლა მე გმინდოდა სახში უბრუნდები. ბავშვებს მოვუმზადე პატარ-პატარა საჩუქრები, კანფეტები. პატარა ცელოფნებში ჩავუდე კანფეტები და საჩუქრები და დამოვიწყდა. დღესდილით ისეთი გაწამაწიაში ვიყავი, რომ დამჩა სახში და ეხლა უნდა სახიდან წამოვიხო. 10% de tickets. ესეთ საჩუქრები. ნახეთ. სონიკის კვერცხი, სათამაშოები, კანფეტები. რაღაცები აჩუქა. Pas du sirop, Denis? Si, du sirop. Non, pas du sirop, mais Est-ce que tu pourrais te présenter devant tout? Parce qu'il n'y a pas que des invités aujourd'hui. Et t'as quel âge? Est-ce qu'on peut applaudir s'il vous plaît? Lilou? Je pense pas que ça va venir aujourd'hui. Elle est un peu fatiguée. Mais faut dire qu'il était d'humeur. J'ai eu au téléphone tout à l'heure, il était beau. On fait du bruit si tu veux pas descendre. Du bruit? Oh là là. C'est pour toi, ok? სახში ვბრუნდებით. გადაღლილია ჩვენი აღარ აინტერესებს ჩვენი დაბადების. ნახეთ რა ვუყიდე დენის, მინდოდა მეჩვენებინა, რადგან არის ძალიან კარგი და ესეთი პატარა სურათებს აპლინტერებს, შავთეთ სურათებს, თამაშები აქვს, ვიდეოები. სურათს იღებ და აპლინტერებ. ნახეთ რა საყვარელი პატარა ფოტოაპარატია.